ჩვენ ეხლა შეიძლება ითქვას დღეიდან ვატარებთ ჩვენს ცენტრალურ ოფისში, რომელიც მდებარეობს თბილისში, სააკაძის მეორე გასასვლელი 11A ნომერში, ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ შეხვედრებს, სადაც შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მობრძანდეთ, თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ, თუ უბრალოდ დაფიქსირება გინდათ და შეგიძლიათ უბრალოდ ჩაეწეროთ, ეგეც მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა, მით უკეთესი გვეცოდინება ჩვენ არსებული ჩვენი რესურსის, ანუ მე ვგულისხმობ ცოცხალი ძალის, ანუ ადამიანური რესურსის მიღმა კიდე რა რესურსები გაგვაჩნია, ამიტომ ეგ მნიშვნელოვანია ჩვენთვის რამეს თუ დავგეგმავთ სამომავლოდ, რამდენი ვართ, რა პოტენციალი გაგვაჩნია, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლის წინ და ასევე ჩვენ შაბათობით გვექნება უშუალოდ ჩვენთან შეხვედრა, ანუ ჩვენ დავესწრებით ამ შეხვედრაზე, სადაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა. პირველ რიგში ცხადია, ჩვენ ახლა კონცენტრირდებით აი ამ უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ და ამ არაბული დასახლებების ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შაბათს შეგიძლიათ მობრძანდეთ. ეს არის ახლა პირველი პრიორიტეტი, რაც გასაკეთებელია, ჩვენი რიგები უნდა გამრავლდეს, ჩვენი რიგები უნდა გაფართოვდეს. აქ მხოლოდ ჩვენ ახლა მილიარდებით რაღაც ტელევიზიის სიმძლავრეებით მოწინააღმდეგეს ვერ ვაჯობებთ. მოწინააღმდეგე მხარეს ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით არის სრული უპირატესობა. მათ ხელშია ფული, მათ ხელშია ძალაუფლება, მათ ხელშია მედია რესურსი. მაგრამ ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელია, ეს არის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების სიმრავლე. და აი ამ სიმრავლის კოორდინაცია, ამ სიმრავლის დაორგანიზება არის ახლა ჩვენთვის პრიორიტეტი იმისთვის, რომ მათ შორის შემდეგ ეს ორგანიზმი, რასაც ქვია, ეს პოლიტიკური კუთხით, ამაზე დაყრდნობით ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. კონკრეტული ნაბიჯების სინამდვილეში რეალურად მოდი გამოწვევა დგას და ეს გამოწვევა არის პოლიტიკური, ხო? პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალა გააჩნია. მის ხელთ არის ძალა. არ არსებობს არანაირი სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საპირწონე აზრზე ყოფი, საწინააღმდეგო აზრზე ყოფი პოლიტიკური ძალა გახდეს უფრო ძლიერი. არ არსებობს, ვერავინ ვერ დაასახელებს. სისულელეს ამობს ყველა, ვინც ამობს, რომ აი რაღაცა სხვა ფოკუსი არსებობს. მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. თუ იქით ამ მხარეს აქვს ძალა, ისინი არიან ბევრნი, და არ ვიცი 91%-ს იღებენ არჩევნებზე. და აქეთ ამ მხარეს მოწინააღმდეგე აზრზე ყოფი ძალა იღებს, არ ვიცი 3%-ს, იმის არჩევანი იმარჯვებს. ვის ხელშიც არის ჯერ ერთი ხელისუფლება და მეორე ერთი 91%-ს იღებს. ახლა როგორ იღებს, ასე იღებს, ისე იღებს. გასაგებია რომ 91% შეიძლება პირდაპირ არ უჭერდეს მხარს, მაგრამ ბევრი უჭერს. და ბევრი პასიურია და ყიდის. ის აფორმებს ახლა. ფაქტია, ეგრე ფორმებს. და ფაქტია, ბევრიც უჭერს. აქედან გამომდინარე, არანაირი სხვა გამოსავალი. გარდა იმისა, რომ აქეთა ფლანგზე 3% გადაიქცეს უფრო მეტად, არ ვიცი 15%-ად, 30%-ად, უფრო მეტი პროცენტი გახდეს. არანაირი სხვა გამოსავალი გარდა ამისა არ არსებობს. იმისთვის, რომ ეს პროცენტები გაიზარდოს, აუცილებელია უშუალო პარტიულ წინააღმდეგობის ბრძოლაში, აქტიურ ბრძოლაში ჩაერთოს ორგანიზებული ფორმით, იქნება ეს ინფორმაციის გავრცელება, შემდეგ ჩვენამდე ხალხის მოყვანა, აქციაზე ხალხის ორგანიზება, არ ვიცი, პლაკატების გაკვრა ამ თემაზე, დახმარება სოციალურ ქსელებში, ამ საკითხებში ორგანიზებული თანამებრძოლთა ჯგუფები უნდა გახდნენ უფრო მრავალრიცხოვანი იმისთვის, რომ შედეგი საინფორმაციო გავრცელების და პოლიტიკური ნების გავრცელების იყოს უფრო ეფექტური. აქედან გამომდინარე, პირველი ნაბიჯი, რაც სამუშაო სახით არის გასაკეთებელი, ჩვენი რიგები, ვინც თანმიმდევრულად ერთი წინააღმდეგნი ვართ ამ
უკონტროლო მიგრაციის, ვინც დემონსტრაცია მოახდინეთ იმისა, რომ არ ვერიდებით სარისკო წინააღმდეგობაზე წასვლას და კრიტიკას, სარისკო რეალობაში, სადაც არ ვიცი, აგერ ხელისუფლება მთლად დემოკრატიული მეთოდებით არ იბრძვის, როგორც ხედავთ ზოგადად. და ვინც იმის დემონსტრაციასაც ახდენს, რომ შეუძლია იმ ხარისხის ეფექტურობის დადება, რომ პოლიტიკურ ველზე აისახება ამ პოლიტიკური აქტივობების შედეგები, ამ პოლიტიკური ძალის მასშტაბები უნდა გაიზარდოს. ამიტომ პირველი რაც გასაკეთებელია, რასაც ვაანონსებთ, რაზე აქტიურ მუშაობას ვაანონსებთ, ვაცხადებთ აუცილებლობას, რომ ჩვენი რიგები აქტიური წევრებით გამრავლდეს, გაიზარდოს, გეძახით ჩვენს ოფისში, აი ვინც გწერთ მაგალითად, რამე გავაკეთოთ, რამის გაკეთებას, აი პირველი თუ რამე ქვია, მოდი ჩვენს ოფისში ჩაეწერეთ ჩვენს რიგებში და გეტყვით რაში გჭირდება დახმარება და ბევრ რამეში გჭირდება, ბევრი საქმეა. აქ იქნება ძალიან ბევრი საქმე. მათ შორის ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის შეიძლება პლაკატების გაკვრა იქნება, ჩვენიანების მოზიდვა იქნება და ბევრი საკითხია, რომელსაც გეტყვით ადგილზე რომ მოხვალთ, უბრალოდ პირველი რაც გჭირდება ჩვენი რიგების რაოდენობის ზრდა. იმისთვის რომ ეს მოხერხდეს, ჩვენი ოფისი მუშაობს კვირის გარდა ყოველ დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩვენი თანამებრძოლები დაგხვდებიან, მთელი დღე 12-დან 6 საათამდე იქ არიან, დაგხვდებიან და დეტალებზე გაგესაუბრებიან და რაში გჭირდება და რა ფორმით გჭირდება თქვენი ჩართულობა. შეგიძლიათ ხვალე მოხვიდეთ ხოლმე მთელი დღე მან 12-დან 6 საათამდე მან იქნებიან ჩვენიანები. ასევე შაბათს 3 საათზე, ყოველ შაბათს 3 საათზე ჩვენ ჩავატარებთ ჩვენს თანამოაზრეებთან საუბარს უკვე დეტალურად იმაზე რა არის გასაკეთებელი, რაში გჭირდება მათ ჩართულობა. იმ ხალხმაც შეეხმიანებიან ჩვენს უკვე კავშირდემყოფ თანამებრძოლებს, მაგრამ ტელევიზიითაც შეუძლიათ იცოდე, რომ გეძახით, ეხლა არის აქტიური ჩართულობა, აქტიური მუშაობის ეტაპზე გადავდივართ, გეძახით, მოდით და დეტალურ სამუშაო საკითხებზე დეტალურად ჩვენ გაგესაუბრებით პარტიის ლიდერები შაბათს 3 საათზე და შემდეგ შაბათ დღეებშიც გვექნება შეხვედრები, ასევე იმ ყოველ შაბათს, ასევე იმ ხალხს, რომლებიც არ არის შეიძლება ჩვენი აქტიური წევრები, მაგრამ ამ საქმეში ჩართვის სურვილი აქვთ, შეუძლიათ მოგზავნდნენ ამ დღეს. ამის გარდა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თემა, რომელიც იწვევს შეიძლება უმცირესობა წინააღმდეგი, მაგრამ ხელისუფლების დაკვეთით არის ბევრი წინააღმდეგი, მაგრამ არსებობს გარკვეული სეგმენტი ჩვენი საზოგადოების, რომელიც მეორე მხარეს არის, საპირისპირო აზრია და პრეტენზია აქვს, რომ საპირისპირო აზრებს ასახელებს. ჩვენ ამ თემაზე დისკუსიის ფორმატსაც ხსნით, როგორც დახურულ რეჟიმში, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ საპირისპირო აზრია და ასაბუთებს, რომ ეს ეგრეთ წოდებული ინვესტიცია არ არის საფრთხე და აგვიხსნის, შეუძლია ჩვენს პარტიაშიც მობრძანდეს და დავთქვათ დროს და გავესაუბრებით დისკუსიის ფორმატში. ხა მთელ საქართველოს ვერ გავესაუბრებით, მაგრამ იმ ნაწილს, მაგრამ უშუალოდ ჩვენ ვერ გავესაუბრებთ მთელ საქართველოს. ხა ვინც მოვა, ჩვენიანები გაესაუბრებიან ყველა ვარიანტში, მაგრამ იქნება ეს, რა ვიცი, სხვა სახის ექსპერტები, სხვა ფლანგზე მყოფი, იქნებიან, გნებავთ პოლიტიკოსები, გნებავთ დახურულ ფორმატში, გნებავთ ღია ფორმატში, ჩვენი ტელევიზიაც ამ საკითხზე იქნება ღია. გააქვთ პრეტენზია, რომ ზათხარ შემოხვიდეთ კამათში და საპირისპირო აზრი დაასაბუთოთ და გააქვთ პრეტენზია, რომ აი რაღაცა დაასაბუთოთ ჩვენზე რომ ამბობენ იქ რაღაცა რადიკალურ აზრებს ავრცელებენ და ქსენოფობიური აზრები და ასე შემდეგ. კი ბატონო, აი ოცნების დეპუტატები იქნება თუ ვინც გინდათ, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ექსპერტები, ვინც გინდათ, ტელევიზია ღია, გნებავთ აი ერიდებით ღია ფორმატში ლაპარაკს, დახურულ ფორმატშიც მზადვართ ამ თემაზე დისკუსიის საწარმოებლად. ამის გარდა არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს პრობლემაა, შეიძლება ნაწილი თვლიდეს, ჩვენ მიგვაჩნია ჩვენს რიგებში უნდა შემოვიდეს, ყველა ვინც თვლის ამას პრობლემად, იმიტომ რომ მიგვაჩნია ჩვენ ყველაზე ეფექტურად თანმიმდევრულად ვიბრძვით ამ თემის წინააღმდეგ, მაგრამ არის ხალხი, რომელიც თქვათ ასე არ თვლის.
არის ხალხი, რომლებსაც მიაჩნია, რომ რომელიც სხვა საკითხში კომპეტენცია გააჩნია. ამ ხალხსაც ვიწევთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით სადისკუსიოდ პოზიტიური დღის წესრიგის გამომუშავების ამოცანით. იქნებ რაღაცა ისეთი ხედვები აქვთ ამ თემის ბოლომდე გაყვანის კუთხით, რაც შეიძლება თვლიან და შეიძლება ყველაფერს ახლა ჩვენ ყველაფერი შეიძლება ვერ დავთვალოთ, ხო და დავუშვათ ვიღაცას აქვს ხედვა, რომ აი დამატებით რაღაც შეიძლება გაკეთდეს. ჩვენი და დავასახელებთ კონკრეტულ დღეებსაც და ამის ანონსს გავაკეთებთ. იმ დღეებში გვექნება დისკუსიის ფორმატი ჩვენიანებისთვის, ჩვენ საზრზემყოფი ხალხისთვის ამ თემაში და ასევე გვექნება დისკუსიის ფორმატი მოწინააღმდეგე აზრზემყოფ ხალხთან გნებავთ ტელევიზიით და გნებავთ დახურულ ფორმატში. ამას გარდა ეს საორგანიზაციო სამუშაოები რაც უნდა ჩატარდეს ახლა. ბევრი მიიჩნევს და სამართლიანად მიიჩნევს, რომ საჭიროა გარკვეული აქციის ჩატარება. იმისთვის რომ მოხდეს ამ აზრის ნიშნულობის და ამაზე მყოფი ხალხის რაოდენობის დემონსტრაციისთვის და ასევე აუცილებელია ჩვენი აზრით იმ საორგანიზაციო სამუშაოების შედეგები, რომლებსაც ახლა აქტიურად ჩავატარებთ, ამ შედეგებსაც დემონსტრაცია ქონდეს, მოდის ხალხი, სურს ხალხს ამ თემის წინააღმდეგ, პოლიტიკური ბრძოლა, არის ჩართულობა, რა ხარისხის ჩართულობა, ამის დემონსტრაციაც უნდა მოხდეს და ასევე ინფორმაციის მიწოდებაც უნდა მოხდეს, საინფორმაციო ეფექტი ყოველთვის მიტინგს აქვს მეტი. რა საფრთხეებს ატარებს ესა თუ ის საკითხი, რომ ხალხი წინააღმდეგია და ბევრია წინააღმდეგი ამ საკითხის მიმართ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ბევრი ადამიანი წერს ხოლმე, რომ საჭიროა მხოლოდ ეთერებიდან ლაპარაკის გარდა საჭიროა თქვათ აქციის სახითაც დემონსტრაცია ხალხის ნების ამ აზრის მნიშვნელობის და გავიდეთ აქციაზე. ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა რომ აქცია თქვათ მალე არ ტარდება, უფრო მალე უნდა და ასე შემდეგ. აგერ მეგობრებო, ეხლა ყველას ერთად გვაქვს მათ შორის ამ საკითხის დაორგანიზებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ყველა ვინც გწერთ რომ საჭიროა აქციით ამ აზრის დემონსტრაცია, თქვენ უნდა მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში და უბრალოდ დაგვიტოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი და მზაობა რომ მაგალითად 7 დეკემბერს თუ გამოვალთ აქციაზე, აი მე ესა და ეს ადამიანი აგერ ნომერია ჩემი და მოვდივარ. ოფისამდე თუ ვერ მოდიხართ, ეგ გეზარებათ, აი იმის დასაფიქსირებლად, რომ კი, აი მე წინააღმდეგი ვარ და აი აგერ ჩემი ნომერი, ხო? ესე იგი არავინ არსად გამოსვლელი არ არის. ყოველ კვირის ბოლოს ვიტყვით ხოლმე რამდენი ადამიანი მოვიდა და დაგვიტოვა ნომერი. ყველა ის ადამიანი, რომელიც გწერთ, რამე გავაკეთოთ, აი კონკრეტულ გეგმას, ოფისში რომ მოხვალთ, კონკრეტულ გეგმასაც გეტყვით, რას ვაპირებთ და კონკრეტულ გეგმას გეუბნებით, რა ჩაგერ დავგეგმოთ აქციას და მაგ აქციისთვის უბრალოდ გჭირდება მოვბრძანდით და დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი, რომ ვიცოდეთ რამდენი კაცი ვიკრიბებით, რამდენი კაცს უნდა. და შემდეგ მოხდება იმის დემონსტრაცია, რომ აი ამდენი ხალხი წინააღმდეგე, ვინც მაგდენად ვერ შეიწუხა თავი ან რაღაცები შეეშინა და ჩვენს ოფისამდე ვერ მოვიდა. ეგ ადამიანი არსად გამოსვლელი არ არის და არსად ბრძოლაზე წამსვლელი არ არის. ეგ ხო ყველას ესმის. ამიტომ მაგასაც ვიტყვით ხოლმე რამდენი ადამიანი ჩართული. შეიკრიბება, რა ვიცი, 1000 კაცი მოვა ჩვენთან ოფისში. კი ბატონო, მაგ 1000 კაცით ჩავატარებთ სადემონსტრაციო აქციას. მაგ 1000 კაცით საორგანიზაციო სამუშაოებს ჩავატარებთ მანამდეც და ბევრი სამუშაო იქნება. ხალხის მოზიდვაზეც, ინფორმაციის გავრცელებაზეც, პლაკატებსაც დავბეჭდავთ. ყველა კარზე შევეცდებით, რომ დავაკაკუნოთ და გავაგებინოთ, რომ ეს საკითხი პრობლემაა. რამდენი ადამიანი ჩაერთვება, ყველას ექნება საკეთებელი და საქმე. 1000 კაცი მოვა, 1000 კაცით ჩავატარებთ საინფორმაციო აქციას. 2000 კაცი მოვა, 2000. ყოველ კვირის ბოლოს გეტყვით ხოლმე, აი ამდენ ადამიანს უნდა, მაგრამ ავიცი ახლა სახლიდან შევწუხდი და სხვას მოუწოდებ, Facebook-ზე მოდი ადექი და რამე ქენით. კი ბატონო, აი ყველას ვეთანხმებით, დამერწმუნეთ ჩვენზე მეტად
ამ პრობლემაზე არავინ არ ნერვიულობს. შეიძლება ჩვენნაირად ნერვიულობდეს ბევრი, მაგრამ ჩვენზე მეტად არავინ არ ნერვიულობს. აი არავინ არ არის ჩემი აზრით კონკრეტულად ვიზე ნაკლებადაც მე ნერვიულობ. როგორც მინიმუმ აი ყველაზე მეტად ვინც შეწუხებული ამ თემით ერთ-ერთი მე ვარ. აქედან გამომდინარე გამოჩნდება აგერ ჩვენ მიგვაჩნია რომ გასაკეთებელი რა არის ვიცით და აგერ გეუბნებით კი ლაპარაკის გარდა რაც არის ძალიან დიდი საქმე იმიტომ რომ ხალხს გავაგებინეთ ჩვენ გავაგებინეთ ძალიან ბევრი რამე მოქმედებაზე გადასასვლელი აგერ გადავდივართ მოქმედებაზე თქვენი მონაწილეობა ოღონდ ამ მოქმედებაში საჭირო მობრძანდით ჩაგვაწერინეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია იმისთვის რომ ვიცოდეთ აი ამდენი ვართ და ვინც არ მოვა იმას არაფრის გაკეთება არც უნდა და არაფრის თავი არ აქვს და თუ შეიძლება ჩვენიანები ვინც ჩვენ საზზე ხართ შეიძლება ჩვენთან კავშირზე არ იყოთ მაგრამ ჩვენ საზზე ხართ რო ხედავთ კომენტარებს აი რამე გავაკეთოთ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს მიწერეთ გააგებინეთ რომ აგერ აპირებენ სააკაძის მეორე გასასვლელი 11-ია აქ არის მისამართი შეგიძლია მიხვიდე ჩააწერინა ნომერი იმასაც გეტყვიან რა არის საკეთებელი და საქმე შეიძლება იმდენი იყოს რა ვიცი ბევრმა ვერ გაკაჩოს და თქვას რომ აი ამდენს ვერ გავკაჩავ და აი ამდენს გავაკეთებ ხო და 5 კაცის გასაკეთებელი არ არის მარტო ეს საქმე ეს არის მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს 7 მილიარდი რო იდება მეორე მხრიდან ამნაირ თემას 7 კაცი და 5 კაცი და თუნდაც 70 კაცი არ ეყოფა ამას ჭირდება ათასობით ადამიანი და გეუბნებით კი ბატონო 700 კაცი მოვა და ჩაგვაწერინებს ნომრებს იმ 700 კაცით გავალთ მაგრამ არაფერი არ გამოსწორდება 700 კაცით თუ გავალთ გარანტიას გაძლევთ 2000 კაცი მოვა 2000 კაცით გავალთ მაგრამ 10000 15000 20000 მინიმუმ თუ არ გამოვიდა პირველი აქციისთვის და ეგ არ იქნება დასასრული პირველი აქციისთვის თუ არ გამოვიდა 10000 15000 20000 კაცი ცვლილებების მიღწევა არ არის შესაძლებელი და ერთი რაღაცა უნდა გვესმოდეს. ერთი აქციით რაიმეს დასრულება არის ამ ქვეყანაში არ წარმოედგინეს რომ ერთი აქციით რაიმეს დასრულება არის შესაძლებელი. ეს არის გრძელვადიანი ძალის შენების პროცესი, რომლის პირველ ეტაპს ექნება ის ამოცანა რომ დანარჩენ საზოგადოებას უთხრას რომ ბევრნი არიან ამაზე, დანარჩენ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ რა არის გასაკეთებელი და ის მუხტი რომ ამ ბევრთან ერთად დგომით რაღაცა გამოვა. საბოლოო ჯამში ჩვენ თუ იმდენი ხალხი მაინც ვერ გამოვიყვანეთ ხოლმე გარეთ ამ თემაზე, რამდენიც პროდასავლელების აქციებზე გამოდიოდნენ 100,000 კაცი. აი 100,000 კაცი თუ არ გამოვიდა რაღაც ეტაპზე და 500,000-მა და 700,000-მა თუ ყარად მხარი არ დაუჭირა ამას ამნაირი სახიფათო პროექტის გაჩერება იქნება შეუძლებელი და ეხლა საკეთებელი არის ეგ. ოღონდ მაგას დაჭირდება ძალიან ხანგრძლივი მუშაობა და თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობა.